რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბაკურიანში კოხტა საბაგირო აღდგა. თხილამურებით სრიალის მოყვარულებს დღეიდან განახლებული კოხტა უმასპინძლებს. მოეწყო ახალი საბაგირო უნიკალური შუალედური სადგურით, კურორტს ასევე შეემატა ახალი ტრასებიც. დღესვე ბაკურიანში სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის ეტაპი ჩატარდა. ბაკურიანში დღეს პრემიერობის კანდიდატი და მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებიც იმყოფებოდნენ. ბაკურიანში დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. სამთო სათხილამურო კურორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საბაგირო დღეს განახლებული სახით გაიხსნა. ზღვის დონიდან 2150 მეტრზე გამართულ სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურების დაშვება უკვე 3 კილომეტრსა და 100 მეტრზე შეეძლებათ. შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი საბაგირო, რომელსაც 6 კაციანი სავარძლები დაუმონტაჟდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში კოხტაგორა პრაქტიკულად გაჩერებული იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნით, მხოლოდ ამიტომ დღეს არის შესაძლებელი, რომ გაიხსნას კოხტაგორა. ეს არის დროში უპრეცედენტოდ მოკლე დროში ინსტალირებული და შესრულებული პროექტი, რომ კოხტის მთა უკვე ფუნქციონირება დაიწყო დღევანდელი დღიდან. მას დაემატა ახალი ტრასები, ახალი საბაგირო, უნიკალური შუალედური სადგურით და ჩვენ გონია, რომ ეს გამოიწვევს ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდას. ხარული ვარ, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც უცხოელი ტურისტების და ვიზიტორების უპრეცედენტო რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საქართველოში. განახლებული საბაგირო კოხტა საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით განახლდა. სახელმწიფომ არსებულ პროექტში 50 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ თანხით მოეწყო ძირითადი ინფრასტრუქტურა და გზები. კერძო სექტორი კი სასტუმროებისა და გასართობი ინფრასტრუქტურის აგებაზე ზრუნავს. როგორც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდება. ახალი პროექტის ფოტომასალა დღეს განახლებულ საბაგიროსთან გამოფინეს. Ძალიანად ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოში გადაიქცევა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ეს პროექტი არ დამთავრდება, აუცილებლად გაგრძელდება მიტარბის მხარეს და ეს არის საჯარო კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი მაგალითი დღემდე საქართველოში, როდესაც სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა გაკეთდა უკვე, მეორეა გასაკეთებელი კიდე მიტარბის მიმართულებით, რომელიც მომავალ წელს დაიწყება. ეს იქნება უნიკალური კურორტი იმ გაგებით, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში სკი-აუთის კონცეფციით. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს დღეს ბაკურიანში ჩამოსულმა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებმაც. მათი თქმით, განახლებული საბაგირო და ინფრასტრუქტურა კურორტ საშუალებას მისცემს მეტ ტურისტს უმასპინძლოს. ეს პროექტი ხელშეუწყობს როგორც სპორტის განვითარებას, კონკრეტული ზამთრის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარების კუთხით და დარწმუნებულია, რომ არაერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება, სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს ეს ტრასა. ეს არის ის მოდელი, რომელიც ალბათ ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება რომ გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული, იმისათვის, რომ კერძო სექტორს განვითარების საშუალება მივცეთ და ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტები იყოს უფრო მდგრადი. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში ამ დროისთვის ართოს სათხილამურო ტრასები ხელოვნური გათოვლიანების წყალობით მოთხილამურების ნაკლებობას არ უჩივიან. დამსვენებლების თქმით, მათთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ დასვენების დღეები კომფორტულად გაატარონ. დღეს კოხტამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და რაღაცა ძველი დიდება დაიბრუნა განახლებულად. მეგობრები, რუსეთიდან ჩამოვედით, რომ ვისრიალოთ და ეს მშვენიერი ადგილები დავათვალიეროთ. ყველაფერი ძალიან ლამაზია. ბევრი შეჯიბრია და პრაქტიკულად ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ამინდიც ხელს გვიწყობს, რომ კარგი დრო გავატაროთ. მეგობრებთან ერთად ვარ ვისვენებთ ახლა და რა ვიცი, ძალიან კარგი გარემოა, აურად. დღესვე სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრში სულ 40 მოთხილამურე მონაწილეობდა. გამარჯვებულებს მედლები პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გადასცა.